SpaceX-ისა და Elon Musk-ის პროექტები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობებსა და ტექნოლოგიურ სექტორზე. BMG-ისთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ მუდმივად იყოს საქმის კურსში თუ რა პროცესები მიმდინარეობს გლობალურ ბირჟებზე და როგორი არის ზოგადად ინვესტორების განწყობა მსოფლიოს მთავარ საფონდო ბაზრებზე. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ სტუდიას უერთდება მარიამ ნატროშვილი, Galten Tagardes კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსი მიმოიხილავს გლობალური ბირჟებს. მოგესალმებით, მარიამ და დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მიესალმები მაყურებელს. მიმოვიხილოთ გლობალური საფონდო ბაზრები. მიმოიხილოს კი ტრადიციულად აშშ საფონდო ბირჟით დავიწყებ. ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადმა საფონდო ინდექსებმა მერყევი კვირას რდით დაასრულეს, რასაც ხელი შეუწყო აშშ ირანის შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებულმა ოპტიმიზმმა, ნავთობის ფასების კლებამ და ბაზრის რდის ტენდენციის გაგრძელებამ მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიურ კომპანიების მიღმა. ამ ფაქტორებმა გადაწონა შერეული ინფლაციური მონაცემები. წინსვლა სათავეში მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების აქციები ედგა. Russell 2000-ის ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო Dow Jones-მა, S&P 500-მა და Nasdaq Composite-ის ინდექსმა 0.75%-ზე მეტი მატება აჩვენეს. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი კვირის განმავლობაში ბაზრის განწყობის მთავარ განსაზღვრელ ფაქტორად რჩებოდა. აშშ ირანის დამატებითი სამხედრო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა ესკალაციის შიში გაამძაფრა. მიუხედავად ამისა, კვირის ბოლოს რისკისადმი ინტერესი გაუმჯობესდა, რასაც საფუძვლად დაედო ინფორმაცია აღნიშნული ომის შეთანხმების მიღწევაში პროგრესისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი დარტყმების გაუქმების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებმა დადებითი უკუღება აჩვენეს, ხოლო შემოსავლიანობა უმეტეს ვადიანობაზე შემცირდა. ეს კლება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ხუთშაბათს, როდესაც გავრცელებულმა ცნობებმა ომის დაგეგმილი დარტყმების გაუქმების შესახებ ბაზარზე საერთო განწყობა გააუმჯობესა. წინა კვირის ბოლოს დაფიქსირებული 4.52%-იანი ნიშნულიდან აშშ-ის 10 წლიანი საორიენტაციო სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა დაახლოებით 4.48%-მდე შემცირდა. მიჩიგანის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით სამომხმარებლო განწყობის ინდექსი ივნისში 48.9 პუნქტამდე გაიზარდა, რაც მაისთან შედარებით დადებითი გაუმჯობესებაა. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო თვის დასაწყისში საწვავის ფასების კლებით. ანგარიში აღნიშნულია, რომ მომხმარებელთა შეფასებები პერსონალურ ფინანსებსა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე გაუმჯობესებულია, თუმცა მთლიანობაში ეკონომიკისადმი დამოკიდებულება კვლავ საკმაოდ პესიმისტურია, რაც ისევ და ისევ ძირითადად ინფლაციურ შიშებს უკავშირდება. გადავინაცვლოთ ფედერალური რეზერვის სიახლეებზე. სამუშაო ძალის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით მაისში სამომხმარებლო ფასები ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი წლიური ტემპით გაიზარდა. უწყების ანგარიშით სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურ ჭრილში 4.2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის აპრილის შემდეგ და ეს ზრდა ძირითადად ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. თუმცა ყოველთვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი 0.5%-ით გაიზარდა, რაც აპრილთან შედარებით ბევრად ნაკლებია და ფასების ზრდის ტემპის შენელების ზედიზედ მეორე თვეს წარმოადგენს. ამავდროულად მაისში მწარმოებელთა ფასების ინდექსის წლიური ზრდა დაჩქარდა და 6.5% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ. გადავინაცვლოთ კორპორატიულ ფრონტზე ბაზრის დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების აქციების მკვეთრმა მატებამ და კლებამაც, რამაც მთელი კვირის განმავლობაში ძლიერი რყევები გამოიწვია. ტექნოლოგიური სექტორის ამ მერყეობის მიუხედავად ინვესტორთა განწყობის სტაბილურობა პირველად ბაზარზე არსებულმა მასშტაბურმა აქტივობამ უზრუნველყო. საუბარი მაქვს ყურადღების ცენტრში მოქცეულ სარაკეტო კომპანია SpaceX-ზე, რომელსაც პარასკევს წარმატებული დებიუტი ჰქონდა და ისტორიაში ყველაზე მსხვილ IPO-დაც დასახელდა. რაც შეეხება ევროპას, პანევროპულმა სტოქსის ინდექსმა კვირა ადგილობრივ ვალუტაში 1.79%-იანი ზრდით დაასრულა. ევროპულ ბაზრებზე ხუთშაბათს ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებამ შერეული ტენდენციები გამოიწვია, ხოლო გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ახდენდა გავლენას ბაზარზე. ძირითად საფონდო ინდექსებს შორის გერმანიის DAX-ის ინდექსი 0.50%-ით შემცირდა, საფრანგეთის ინდექსი კი კონტრასტულად 1.71%-ით გაიზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, როგორც ვახსენე, ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, რაც პირველი ზრდაა 2023 წლის სექტემბრის შემდეგ. ბანკმა აღნიშნა, რომ პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია და სახეზეა ინფლაციის ზრდის რისკები და ეკონომიკური ზრდის შენელების საფრთხეები.
უცნობია ენერგომატარებლების ფასების შოკის ინტენსივობა და ხანგრძლივობა რამდენ ხანს გასტანს. ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაახლა ინფლაციის პროგნოზები. ამჟამინდელი მოლოდინით ევროზონის მთლიანი ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3% იქნება, 2027 წელს 2.3, ხოლო 2028 წლის პროგნოზებით 2%-მდე შენარჩუნდება. ბანკმა ასევე შეამცირა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები. გადავინაცვლოთ აზიის ბაზრებზე, იაპონიის საფონდო ბაზრები კვირის განმავლობაში შემცირდა. Nikkei 225-ის ინდექსი თითქმის 1%-ით დაეცა, ხოლო უფრო ფართო ტოპიქს ინდექსი 1.70%-ით დაწინაურდა. თუმცა არასკევს ვაჭრობამ ნაწილობრივ აანაზღაურა დანაკარგები. იენი აშშ დოლართან მიმართებაში სტაბილურ ფარგლებში დაახლოებით 160 ნიშნულზე შენარჩუნდა. იაპონიის 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი მცირედით 2.73%-მდე შემცირდა, რადგან ინვესტორები იაპონიის ბანკის ივნისის შეხვედრისთვის ემზადებიან. მოსალოდნელია, რომ იაპონიის ბანკი საპროცენტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 1%-მდე გაზრდის, რათა ებრძოლოს ინფლაციურ ზეწოლას, რომელიც გამოწვეულია ენერგორესურსების გაძვირებითა და ეროვნული ვალუტის სისუსტით. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის საფონდო ბაზრებზე შერეული შედეგები დაფიქსირდა. შიდა ბაზრების საორიენტაციო CSI ინდექსი 0.82%-ით შემცირდა, შანხაის ინდექსი კი უმნიშვნელოდ 0.09%-ით გაიზარდა. ხოლო ჰონგ-კონგის Hang Seng ინდექსი 0.98%-ით დაეცა საგარეო ბაზრებზე რისკისადმი ინტერესის შემცირების გამო. ძლიერი სავაჭრო მონაცემები მკვეთრად კონტრასტირებდა შიდა მოთხოვნის სისუსტესთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგარეო ვაჭრობა ეკონომიკის ზრდის მთავარ საყრდენად რჩება. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, გლობალური ბაზრები ამჟამად ერთგვარ ბალანსს ეძებენ გეოპოლიტიკურ სიახლეებსა და ცენტრალური ბანკების მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შორის. ენერგომატარებლების ფასების მერყეობა კვლავაც ინფლაციის მთავარ გამოწვეულ მიზეზად რჩება. თუმცა კორპორატიული სექტორის აქტივობა და ტექნოლოგიური პროგრესი ინვესტორებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ეს იყო გასული კვირის უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა. მადლობა და დროებით.